დღეს ჩვენ ვეწვევით ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სავანეთში ერთ-ერთ მეურნეობას, სადაც განახებთ თუ როგორ ხდება ჭარხლის აღება და თქვენ სუფრამდე როგორ მოდის ეს დაუფასებელი პროდუქტი. ასე რომ წავედით ახლა ჭარხლის მოსავლის აღებაზე. მეგობრებო, ეხლა ვართ ნაკვეთში, სადაც ხდება ჭარხლის აღება. აღება ხდება ხელით, მოკლედ ჯერ ვიღებთ მიწიდან, აი ესე. შემდეგ უკვე ამას დავდებ, ხდება ამის მომტრევა და ეს მომტრეული უკვე მიდის ხის კუთებში. შესაბამისად, ხის კუთები მიდის საწყობში, ვენტილაციაზე, სადაც ცივდება დაახლოებით 3-4-5 გრადუსზე, რომელიც ინახება დაახლოებით მაისამდე. ეხლა გადავიდეთ უკვე უშუალოდ აღების კადრებზე, როგორ ხდება, რა ხდება, ყველაფერს განახებთ. აბა თქვენიც. გამარჯობათ მეგობრებო, მალე ავიგეთ 3000 გამომწერზე, რომ დავგოთ 30 ხე. 15000 რო გვაქვს მიზანი, 3000-ზე ავიდეთ და 15000-ზე მალე ავალ. როგორ მოგწონს ტრაქტორის ტარება, ხო არ დარჩებოდი? აი ხა გამისწორდა რაღაც, შეიძლება დავჩე დღეს აქ ვიმუშაო. შევდივართ საწყობში, სადაც ხდება ჭარხლის შენახვა. ჩემთან ერთად არის ბატონი ზურა, თავარი აგრონომი ამ მეურნეობის. ზურა, რა ხდება დღეს აბა? ჩვენ ვიღებთ ახლა ჭარხლის მოსავალს. მოდი ამოვიღოთ მეორე ბრუნვაში. ეს არის ჰოლანდიური პაბლო, რომელიც დაითესა, რაც ყველაზე ისეთი ჩემი აზრით საყურადღებოა, ძირითადი მოსავლის კარტოფილის აღების შემდეგ. აი, ეს ჭარხალი არის დათესილი 10-11 აგვისტოს. ეხლა მე რა მაინტერესებს? საშუალოდ რამდენი ტონა ჭარხლის მოსავალი შეიძლება ავიღოთ საქართველოში ჰექტარზე? თუ პირველ ბრუნვაში ვაკეთებ 60 ტონაც უპრობლემოდ შეიძლება მიიღოთ, მეორე ბრუნვაზე სადღაც 40 ტონის ფარგლები. პირველ მეორე ბრუნვა მაყურებელმა არ იცის როცა ძირითადი კულტურა ითესება გაზაფხულზე, განოპირებულ ნაკვეთში პროცედურების დაცვით, მეორე ბრუნვა არის, როცა ძირითად კულტურას აიღებ, ჩვენ შემთხვევაში აღებულია კარტოფილი, რომელიც ავიღეთ
ჩვენ ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში, ეგრევე მოხდა მიწის დამუშავება, ზედაპირული ყოველგვარი ხნის გარეშე, დისკვის და ასე შემდეგ, დაფრეзвით და დაითესა 10-11 აგვისტოს. ანუ მოკლედ რომ შეუჯამოთ, ესე იგი, პირველი ბრუნვა ნიშნავს იმას, რომ მანამდე სხვა კულტურა არ არის დათესილი იმ სეზონზე და მეორადი ბრუნვა ნიშნავს, რომ როცა იღებ პირველ მოსავალს, იმის ადგილზე ითესება მეორე მოსავლად ჭარხალი. ანუ პირველ და მეორე მოსავლად ესე რომ შევაფასოთ. არსებით ის არის აქვს, რომ რეალურად, ანუ რაც დატოვა კარტოფილმა, მხოლოდ იმის ხარჯზეა მოსული ეს მოსავალი. არანაირი სასუქი არ გამოგვიყენები, არანაირი დამატებითი გამოყვება არ მიგვიცია კულტურისთვის და პლუს ამას ეს არის რეალურად შემოდგომისკენ უკვე ცივდება და უკვე ისეთი პირობებიც არ არის, მაგრამ მეორე მომენტია, რომ ჭარხალი მოდის მაღალი ხარისხის, ანუ მზის რადიაცია ნაკლებია, ფერს არ კარგავს და არის ინტენსიურად ბორდოსფრად შეღებილი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭარხლის იმპორტი საქართველოში არ ხდება? შემოდის იმპორტი? მე არ მინახია. ხო. საქართველოში მოყვანილი ჭარხლით ვაკმაყოფილებთ თუ არა ადგილობრივ მოთხოვნას? ალბათ სავარაუდოდ კი, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ინტენსიური კულტურაა, ადვილად მოსაყვანია, მოკლე ვეგეტაცია აქვს. ორ ბრუნვაში მოდის, ანუ გაზაფხულზეც თესავენ პირველ მოსავლად და შემოდგომითაც ისეთ რაიონებში როგორც ბოლნისია, მარნეულია თესავენ აგვისტოში მეორე მოსავლად. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ საქართველოში ჭარხალი არის ის ერთ-ერთი კულტურა, რომლის იმპორტიც არ ხდება ქვეყანაში და ჩვენ თვითონვე ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნას, რაც ქვეყანას ჭირდება ყოველწლიურად. ეხლა რა მაინტერესებს რა? აქ ხედავ ბევრ ხალხს, ფაქტიურად ხელით ხდება, ხო, ამის აღება და შემდეგ უკვე ყუთებში ჩაყრა. ეს არის ყველა რატო ვაკეთებთ ხელით აღებას? კომბაინები საქართველოში არ არის. თუ არ ვწდები ორი კომბაინია თავი ბოლო საქართველოში, რომელთაც შეიძლება ესეთ მსგავს ძირხვენის აღება რა. სტაფილოს და ჭარხლის ორი სპეციფიური კომბაინებია საჭირო, რომელიც არ დააზიანებს ძირხვენს. ერთი ქალი საშუალოდ რამდენ კილოგრამ ჭარხალს კრიფავს და ყრის ყუთში დღეში? საშუალოდ ქალი იღებს სადღაც 580-დან 650 კილომდე ჭარხალს. და ანაზღაურება რა გამოდის დღიური? 60 ლარია უხეშად. 60 ლარია მუშახელის ხელფასი და რომელი საათიდან რომელ საათამდე დილის მუშაობს? 9-დან 6:30-მდე მუშაობს. და ეს ადგილობრივი ადგილობრივი მაცხოვრებელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან არიან, ნუ 1 საათიან შესვენება აქვს ადამიანებს და ნუ სადღაც 600 კილოს კრიფავენ რა და ანუ საკმაოდ ძვირი გიჯდებათ. ანუ ჭარხალზე ფასნამატი არის, მხოლოდ მუშახელი მოსავლის აღების პირობებში სადღაც 10 თეთრია დამატებითი ღირებულება კიდე. ჭარხალი მაღალი ფასით არ გამოირჩევა ბაზარზე, სადღაც 55-60 თეთრია 65-ის ფარგლებში. საბითუმო ფასი, საცალო ფასი ალბათ ლარამდე შეიძლება ავიდეს, სუპერმარკეტებში ხო, ალბათ ეგრე იქნება. ხო, სავარაუდოდ უნდა ავიღოთ 50%-იანი ფასნამატი, როგორც სუპერმარკეტებში, ასევე ხილბოსტნებში, შედარებით ალბათ ნაკლები და ბაზრებში დაახლოებით 20-30%. რამდენი ხნის განმავლობაში შეგვიძლია შევინახოთ ჭარხალი საწყობში, დაუშვათ ვენტილირებად საწყობში თუნდაც? თუ მაღალი ხარისხის საწყობია, სადაც ტემპერატურის რეჟიმს ვიცავ, ჩვენ შეგვიძლია მაისის დასაწყისამდე უპრობლემო და რა ტემპერატურაზე ინახება ჭარხალი? 3-4 გრადუსი, რაც ნაკლებია, უკეთესად ინახება 2-3 გრადუსი, 4 გრადუსი. და ტენიც უნდა ვარეგულიროთ. ტენი აუცილებლად რომ წონა არ დაკარგოს რა. ანუ არ მოიშრიტოს რა და ტენიანობაც სადღაც 95-ის ფარგლებში და ტრიალებს 90-დან ზევით. როცა ჭარხალს თესავთ და როცა მის ვეგეტაცია მიმდინარეობს, აი მეორე ბრუნვაში ხო, აგვისტო-სექტემბერში რეალურად წვანე მხოლოდ ეს არის მთელ ასე ვთქვათ გარემოში და ნუ წელსკალიები იყო პრობლემა მაგალითად და მოგვიწია დამუშავება ინსექტიციდით, რომ პრობლემა გამქრალიყო. ინსექტიციდი რო აუხსნათ რა არის მაყურებელს? ინსექტიციდი არის მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ საბრძოლო პრეპარატები. მოკლედ წერების წინააღმდეგ საბრძოლოა, რომელმაც შეიძლება შეაღწიონ ნაკვეთში და რეალურად აი ფოთლებს ჭამენ, ფოთოლს ჭამენ, ნაკობზე ჭამენ და ასე შემდეგ რა. არა, ეს არის ჭიამაია, სხვათა შორის ჭიამაია დებს აქვს ვერცხს. ჩეკებიან ჭიამაიები და არიან მაგარი აცებლები რა. ანუ ჭიამაიას ჭუპრი და ჭიამაი გვეხმარება, რომ ინსექტიციდების გამოყენებას შევამციროთ. ჭიამაიას ამრავლებენ და უშვებით. ჰოლანდიაში მაგალითად კომპანიებია, რომლებიც ამაზე მუშაობენ. კიდე ეგეთი კითხვა მაქვს რა. მწვანე სასუქ კულტურებს თუ იყენებთ, ეგრეთ წოდებულ სიდერატებს. ხორბლის წინა კულტურად გამოვიყენეთ მდოგვი, ყვავილობის ფაზაში ისკებით ჩაკეთდა და იქ დაითესა. შემდეგ უკვე ხორბალი საშემოდგომო. სიდერატის დანიშნულება რა არის? ფესვის მასა, რომელიც ნიადაგში რჩება და ქვედა ფენებიდან ზედან ფენებში ამოაქვს საკვები ელემენტები, პლუს მწვანე მასა, რომელიც წარმოიქმნება ფოტოსინთეზის მეშვეობით, ჩაიქმნება და ორგანულად აუმჯობესებს ნაკვეთს. ევროკავშირში ახლა საკმაოდ ისეთი დირექტივები იგრძალება მიწის შიშულად დატოვება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ან ჩვენთან როა ბევრი მიწა, თქვა დაუთესავი, მიგდებული. არა, დაუთესავი ერთი, მეორე აი დახანი და არ დათესე. ჰუმუსის მდიდარ ზედაფენას ხარი აცლის, ფიტავს და მიაქვს. მის ჩამოყალიბებას კიდე საუკუნეები უნდა. ანუ საქართველოში ვისაც
გაქვთ მიწა, არ იყენებთ და ანუ ფაქტიურად საფარის გარეშეა, ეგ ნიშნავს იმას, რომ ანიავებთ ხო სიმდიდრეს რა, ანუ ჯობია რომ თქვათ გააქირაოთ ან გაყიდოთ ეგ მიწა, რეალურად იმან გამოიყენოს, ვინც შექმნის იქ დოვლადს, ხო, რაღაცას მოიყვანს, თუნდაც იგივე მარცვლოვან კულტურებს, რაც შედარებით მარტივი მოსაყვანია და თუნდაც ერთწლოვანები იქნება თუ მრავალწლოვანი, თქვათ ბაღები იქნება თუ ასე შემდეგ რა. ეხლა მუშახელი კრიფავს, ანუ ხდება ამოღება მიწიდან, შემდეგ ხდება ამ სათლებით, ეგრეთ წოდებული ტაშტებით, ამაში ავსება და უკვე მიწოდება ყუთში ჩაყრა. შემდეგ რა პროცესია? ანუ ეს დატვირთული, თქვათ, უკვე მანქანა მიდის საწყობში და როგორ ხდება დანარჩენი პროცესი? იმდენად რამდენადაც აღრიცხვა საკმაოდ მაღალ დონეზე გვაქვს, ეს ტრანსპორტი მიდის საწყობში, იქიდან იცლება ტვირთველი, იწონება და შედის საწყობში. გასაგრილებელში, სადაც ტემპერატურა, თავიდან ტემპერატურა არის, გარემო პირობები რაც არის იმ ტემპერატურის, ანუ ჭარხალი რა ტემპერატურისაც ამოდი, ჩვენ შემთხვევაში იყო 12 გრადუსი, მოსავლის აღება რო დავიწყეთ. ვაყენებ 12 გრადუსზე ბაცივარს, რომ კონდენსატი არ გაიკეთოს, გარდაში წყვილმა შეტანება და როცა გაივსება საწყობი, მე ვიწყებთ უკვე 0.5 გრადუსით ყოველდღიურად. და რა ტემპერატურაზე ჩამოყავს? 0.5 გრადუსით ნელ-ნელა ვაკლებ და საბოლოოდ ჩამოყავს სადღაც 4-5 გრადუსზე. ანუ 3-4 გრადუსზე ინახავთ უკვე მაისამდე შეიძლება მაგის შენახვა. ყოველგვარი ხარისხის დაკარგვის გარეშე. და სარეალიზაციო ბაზრები როგორ არის? ანუ სად ხდება ჭარხლის რეალიზაცია და ამ ღირებულებათა ჯაჭვში ვინ მონაწილეობს? ჩვენთან საწყობში მოდიან შუამავლები, რომლებიც ამარაგებენ უკვე ქსელებს ან ცენტრალურ, ასე ვთქვათ, ბაზრებს. ყველას კონკრეტული მოთხოვნა აქვს შემდეგ უკვე კალიბრზე, ვარჩევთ მაგიდაზე, თუ რამე გაგვეპარა ისეთი უხარისხო იმას ვაცილებ. აი ეს როგორი კალიბრია? ეს არის ახლა იდეალური კალიბრი, სადღაც 300 გრამამდე არის, ერყეობს. ეს ითვლება საშუალო კალიბრად, რომელიც ასე ვთქვათ, ყველაზე მოთხოვნადია ჩვენში. აი ეს როგორი კალიბრია? ეს წვრილია, ეს არის ასე ვთქვათ, ყველაზე ნაკლები, რომელსაც ვიღებ დაკვეთიდან. ამაზე პატარა რაც არის, ის რჩება, იმიტომ რომ რეალურად შენახვის დროსაც კარგავს წონას და პლუს ამას ვიზუალურადაც ასე ვთქვათ არ არის. აი ეს ამ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში, აი ეს უკვე ეგრეთ წოდებული ბალვანკაა. ანუ ესე იგი, ეს არის 400 გრამზე მეტი. ამასაც ესე ვაძრობთ თავს. აი გააწითლა ხელები, ეს კარგის ნიშანია. რაჯიშის ჭარხალი ითესება აქ თქვენს მეურნეობაში და ზოგადად საქართველოში რომელი ჯიშია გავრცელებული ძირითადად და სადაურია, საიდან შემოდის სათესლე მასალა? ეს ჭარხალი კონკრეტულად ჩვენ მეურნეობაში რასაც ვთესავთ, ეს არის Pablo F1 ჰოლანდიური ჰიბრიდია და საქართველოში ალბათ სადღაც 80% ალბათ ეს ჰიბრიდებში ეს ითესება. პატარა მეურნეობებში, ოჯახებში თესავენ ჯიშებსაც. ანუ ეს ჯიში არის ყველაზე ხო, ანუ ჩვენ შემთხვევაში დატესტილი და მოკლე ვეგეტაციისა და ანუ ამ ჩვენ მიზნებს კარგად აკმაყოფილებს. ანუ ამ ჭარხლის ჯიშით, თესლით შეგიძლიათ მიიღოთ დაახლოებით 50-60 ტონა ჰექტარზე. თუ იქნება ეს პირველი თესვა, ანუ პირველი მოსავალი, პირველ მოსავლად დათესავთ და თუ იქნება მეორე მოსავალი, როგორც თქვით, დაახლოებით გამოდის სადღაც 35-40 ტონა რა. ამ შემთხვევაში მეორე მოსავალს ის უპირატესობა აქვს, რომ შენ დამატებით განოყიერება და სასუქის მიცემა არ გიწევს. შეიძლება დაგჭირდეს მინიმალური ჩარევა, კორექციები და ასე შემდეგ. იდეაში მომგებიანი, თქვა ამ რეგიონისთვის არის უკვე მეორე მოსავლად ჭარხლის დათესვა, ხო? როგორც ბოლოკი თესება და ასე შემდეგ. ამ რეგიონში ბოლოკსაც თესავენ. მადლობა ზურა და ჩვენი აგრომენის მაყურებელს რას ეთყოდი? გამოიწერეთ აგრომენის არხი. ხო, ზურა, რა უნდა გითხრა, იცი რომ ჩვენ დავიწყეთ ეგეთი შეთავაზება ჩვენს მაყურებელთან, ანუ ბევრია ვინც უყურებს და არხი არ აქვს გამოწერილი. დაახლოებით 90% მაყურებლების არის, ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი. შესაბამისად, რადგან ჩვენი მიზანია, რომ არა მარტო თქვათ ვიღლაბუცოთ ვიდეოებში და ასე შემდეგ, თქვენი დახარჯული დროც რაღაც ღირებულებით შევავსოთ, ასევე გთავაზობთ იმას, რომ ყოველას გამომწერზე ჩვენ დავრგავთ ერთ ხის ნერგს და ჩვენი მიზანია შემდეგი წლის მარტი-აპრილის პერიოდში დავრგოთ დაახლოებით 150 ხე, ანუ 15000 გამომწერზე უნდა ავიდეს არხი. ასე რომ თუ შენ უყურებ ახლა ამ ვიდეოს, ძალიან მარტი უფასოა, ანუ შეგიძლია subscribe ღილაკს დააჭირო და ამით შენ წვლილსაც შეიტან ამ საქმეში და ჩვენ არხის განვითარებაშიც დაგვეხმარები. რა სიტყვი, როგორი იდეაა? მშვენიერი როგორც აგრონომი. მშვენიერი იდეა. ჟანგბადით გავამდიდრებ პლანეტას. გამოიწერეთ. მეტი რა გითხრათ. მადლობა.